ოდესმე გიფიქრია, რატომ იყურებით საში? იმიტომ რომ ფარველს ეძებ თუ იმიტომ რომ მოსალოდნელი სასჯელის გეშინია? ვინ არის შენთვის ღმერთი? ის ვის იმედიც გაქვს თუ ის ვისაც გაურბიხარ? ბევრს გონია რომ ღმერთი შორეული და მკაცრი მსაჯულია და სულ იმას უყურებს სად შესწოდავ რომ მერე დაგსაჯოს. ხო და ამიტომაც ეშინიათ როგორც მკაცრი მასწავლებლის, რომელიც სულ იმას უყურებს სად დაუშვებს შეცდომას რომ მერე ნიშანი დაგაკლოს. თითქოს სულ იმას ცდილობენ რომ ბოლო მერხზე დაიმალონ და როგორმე მისი მკაცრი მზერა აიცილონ. მაგრამ აბა დაფიქრდი, შიშით გაკეთებული საქმე ვის რაში გამოადგება? შიშით დათესილი ხორბალი წარე პურში აისახება და შიშით აშენებული სახლი კი ცივია. მონას ეშინია თავისი ბატონის, შვილს კი უყვარს მამა. განა ვენახს იმისათვის უვლით რომ ნაყოფი არ მოგცეს? პირიქით მევენახე მანამ არ მოისვენებს სანამ ვაზი არ გაიხარებს და პატრონსაც არ გაახარებს. ასეა უფალიც, ის შენს წაქცევას კი არ დარაჯობს, არამედ წამოდგომაში გეხმარება. ის იმას კი არ უცდის, როდის დაგიცდება ფეხი, რომ დაგსაჯოს, არამედ მამასავით მხარში გიდგას, რომ ყარად იარო და სიკეთის გზას არ ასწდე. შიში თავიდან კარგია, კაცის ყვლასა და ბოროტებას რომ მოერიდო. ეგ იგივეა ბავშვს რომ ეუბნები, ცეცხლს ხელი არ ახლო დაგწვავსო. მაგრამ განამთელი ცხოვრება იმის შიშით უნდა გალიო რომ არ დაიწვა? არა, შენ იმ ცეცხლით სითბო უნდა ისწავლო, პური უნდა გამოაცხო და სხვასაც გაუზია. შეხედე ბუნებას, განა ხე ნაყოფს შიშით ისხამს, ან განა წყარო შიშით მოჩხრიალებს? ყველაფერი რაც ცოცხალია, თავისუფლებითა და გაცემით ხარობს. ასევეა ადამიანიც. შიში ბორკილია, სიყვარული კი ბრთები, რომლითაც მიწიდან უნდა მოწყდე. სინამდვილეში ღმერთი ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ის იმას კი არ ელოდება, როდის შეცდები, არამედ იმას, როდის გაუწვდი ხელს, როგორც ძმა ძმას, როგორც შვილი მშობელს. სიყვარულით გაკეთებული სიკეთე სულ სხვა. მაგ დროს არც ჯოჯოხეთის გეშინია და არც სამოთხის გამოუაჭრობ. უბრალოდ გიხარია, რომ ცოცხალი ხარ და ამ ქვეყანაზე მზის ხივს ხედავ. თუ გულში მარტო შიში გაქვს, შენი სული პატარაა და შეკუმშული. თუ სიყვარული გაქვს, მთელი სამყარო შენია. ღმერთს ჩვენი კანკალი კი არა, ჩვენი გაღიმებული სახეები უხარია. ის ჩვენშია როგორც პურში მარილი. ვერ ხედავ, მაგრამ თუ არ არის ვერაფერს გემოს ვერ გაუგებ. ხო და ნუ გეშინია, უბრალოდ გიყვარდეს. გიყვარდეს შენი მიწა, შენი მეზობელი და ის ძალა, რამაც ეს ყველაფერი გააჩინა. სიყვარული ყველაზე დიდი ლოცვაა და ყველაზე მოკლე გზაა ცამდე. ღმერთს ზუსტად ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ. შენი ცოდვებით, შენი შეცდომებით, შენი პლუსებითა და მინუსებით. ის შენი პატრონი კი არა, შენი მამაა. სიკეთის კეთება ადამიანს უნდა უხაროდეს. გააკეთე სიკეთე და დაივიწყე. ნუ ელოდები სიკეთის უკან დაბრუნებას ეგრევე. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.